მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიაში ერთვება. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ თავი გადავდო სამშობლოსთვის. რჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ, თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლოს ხდომაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის თავმჯდომარეობის სურვილი გამოხატა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი სააკაშვილის ამ სურვილს და გეგმას კანონის დარღვევას უწოდებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს კანონმდებლობით კი უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება. მარიამ ჩიქოვანმა მოისმინა შეფასებები. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება სათავეში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს წინასაარჩევნოდ და მას ის დაკომპლექტებული იქნება როგორც პოლიტიკოსებით, ასევე მის წევრებს შორის იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ნაციონალურ მოძრაობაში მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და დაუბრუნოს მას მოქალაქეობა, იმისთვის რომ მან უკვე სამართლებრივადაც შეძლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მეორე განცხადებას, როდესაც მას მოუწოდა პრეზიდენტს, რომ პროცესები გადმოიტანოს ქუჩაში, ამას აფასებენ ოპოზიციურ პარტიებში და ამ შემთხვევაში განსხვავებული არის შეფასებები, მაგალითად გახარიას გუნდში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის უკანონო, ვინაიდან ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას არ აქვს იმის უფლება, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში წინასაარჩევნოდ. გარდა ამისა, როგორც გახარიას გუნდში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ პროცესები გადაიტანოს სამოქალაქო პროტესტში უფრო მეტად ამწვავებს პოლარიზაციას საზოგადოებაში. ეს პოლიტიკური აქტიობის კომიტეტი, ბორდი, რომელიც შეიქმნება, სადაც არა მარტო პოლიტიკოსები იქნებიან და იქნებიან საზოგადო მოღვაწეებიც, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მას გაუძღვეს მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ იგი გაათავისუფლოს ამ უკანონო სამარცხვინო პატიმრობიდან და რა თქმა უნდა, ასევე მას დაუბრუნოს საქართველოს წართმეული მოქალაქეობა. აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ როდესაც საქმე გვაქვს ამ ოლიგარქიულ რეჟიმთან, ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ მშვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით ეს რეჟიმი, ეს ოლიგარქიული რეჟიმი ყველამ ერთად შევცვალოთ. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი ბევრად უფრო თავდაჯერებულია მაგ შენობაში, ვიდრე მიტინგზე. ამიტომ მე მგონი, რომ სააკაშვილს არ გამოადგება მიტინგზე სალომე ზურაბიშვილი პირიქით შეიძლება დაფრთხეს კიდეც ნაწილი ხალხის. უცხოელი მოქალაქეებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის აკრძალული. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ დემონსტრაციულად კიდევ ერთხელ დაირღვა სასამართლოს ხდომის დარბაზიდან საქართველოს კანონი და უცხო ქვეყნის მოქალაქე ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდა ვერ იქნებოდა. ეს არის საუკეთესო PR კამპანია, რომელსაც უცნება ატარებს სააკაშვილის გამოყენებით. სააკაშვილის მიზანი არის პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა და ხელისუფლების რევანში დაღება, რასაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი რა თქმა უნდა არ დაუშვებს. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა ისიც, რომ ის მომავალი არჩევნებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ კონკრეტულად რა ფორმებით ჩაერთვება ის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში. ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ის იქნება პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის თავმჯდომარე.